დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა, მორიგი გადაცემა, თანაც ისე რომ უახლოვდებით უკვე იმ ორ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს ეროვნული გუნდის თამაშები რო ჰქვია, ხო, ეხლა უძახე შენ ამხანაგური მატჩი, მაგრამ ამხანაგური მატჩი მით უმეტეს ჩვენი ყაიდის გუნდისთვის არ არსებობს. ნებისმიერი თამაში არის აუცილებლად უმაღლესი პასუხისმგებლობით რომ უნდა მოეპყრო ისეთი მით უმეტეს რომ აი ბოლოდროინდელი ჩავარდნა, ხო, მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობები იყო ჩვენი ნაკრების და მაყურებელს და თვითონ ფეხბურთელებსაც მოენატრა პირველ რიგში გამარჯობა, ხო? აკი გაგძელე მე მაგთემა ლაპარაკი. ყოველ ვარიანტი ჩავარდნები არ ქონდა ევროპაზე ბიჭო. არ ქონდა ევროპის ფეხბურთი კარგად ვითამაშეთ. აი მე რატო ჩავარდით ეგიას? მეც კარგად ვითამაშეთ პირველი ორი თამაში სექტემბერში. ყველაფერი კარგად დავიწყეთ, მაგრამ აი უკვე მე ორი მოგებით დავიწყეთ ალბანეთს გასვლაზე. ხო და რატო გვაქვს? აი ჩავარდა რატო გვაქვს და წათალ იმას ვთქვათ, გავჩერდეთ იმაზე რომ მეტი ჩავარდნა არ დაგვეწყოს. აბა რა არის საჭირო ამისთვის? მომჩა. მერზადე დღეს აბა გაძლიერებული რიგში უნდა დიდ კაპიტანს ბატონ მანუჩარ მაჩაიძეს უნდა მიმართოთ. მე ძველი გულშემატკივარი და ასევე ფეხბურთელი ბატონი იურა ჩხიკვაძე გვერდის თავის აზრს და მე ვარ დიდ დასასწრაფში. ბატონი რევაზოძვაშვილი. არა, დღეს სათადარიგოთას კამზე მზადდება. კი ბატონო, დღეს დღეს ავდავალაპარაკოთ. შენსო მეორე. დღეს უნდა ბატონმა მანუჩარმა ილაპარაკოს ყველაზე მეტი. და მე შევალ ყოველთვის ზაპასში. ზაპასში ასეთი ექსპერიმენტი ჩავაკეთოთ. ზაპასნოი რას ვიზამ? ანუ შენ ძირითად შემადგენლობაში რას ვიზამ? აბა როგორი არის ბოლოდინი ჩვენი ნაკრების თამაშების 25 და 29 მარტში ყოველთვის იყო პოპულარული და ეხლა პოპულარული რალია და უამრავი ხალხი ბარეშიო ჩვენს ნაკრებს. ოი მე 100,000 ხალხი მოდის, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რომ აი 40,000 მაყურებელი რომ მოდის ეხლა სტატისტიკურად 50,000 რომ გაიზარდოს. ხო და ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვის კარგი ფეხბურთელები ყავდა და ეხლაც კარგი ფეხბურთელები, მაგრამ რაღაცა აკლიათ, რაღაცა თითქოს შინაგანი რაღაცა რწმენა და დაკარგი შევნება. მაუჩა ერთი შეკითხვა შენთან. აი ამ რწმენის გარეშე როგორ გავიდოდნენ პორტუგალიის ნაკრებთან მოსაგებად? კარგი ეს ძველი ამბავია, უკვე ძველია, ხო, კი ბატონო. მანუ არის შენ მე უფრო მეტი ეგეთი შეკითხვა მაქვს შენთან რომ ყოველთვის გამორჩეული იყავით გუნდში გამორჩეული იყავით ნახევარდამცველები. ახლა აღარა ნახევარდამცველები, ყველა უკან. მაგრამ ყოველთვის გამორჩეული იყავით ნახევარდამცველები. ესე იგი შეხედეთ რო შეხვედო თბილისის დინამოს ნახევარდამცველებს, აი გვარებით ერთმანეთზე უკეთესები ხართ. შეთაია მაინციდან დაწყებული. იქამდე. ხო, იქამდე. ხო, კაცო. ბორეპაიჩაძით უნდა დავიწყო. მაგრამ ბორეპაიჩაძე ნახევარდამცველი არ იყო. გიორგი ანთაძე. გიორგი ანთაძე. აი ამ თემაზე კაკრას ბიჭო ანთაძე პუშკაში დაიჭირა. ანთაძე პუშკაში დაიჭირა. ესე იგი, მანუ და მე მივესალმები იმას რომ აი ანთაძედან დაიწყო, ესე იგი დანახვა იმისი რომ ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი უნდა იყო თუ გინდა რომ გამოჩნდეს. კი ბატონო, მე კი არ გუდი რომ გამოჩნდეს. მაგრამ შენ ხო უნდა გაეზარდე იმის მერე. კი ბატონო. ხო გაგზარდა მე მან თემის დინამო. მე ანთაძეზე გავიზარდე შოთა ემანძეზე გიორგიში. შიჩინავაზე. აი ეს არის. აი ეს არის ყველაზე კაი რომ ყველასი თვითონ აბიჯი შენ თამაში რო იყო. Historia, შენ წინაპარიდან და ესე იგი ბიჭო გინდა ბრაზილიის ნაკრებს წარსულის გარეშე მომავალი არ არის. არა გასო, ხო და უნდა გამოვიდა. არის ცელმავჭარ, აი სინამდვილეში
თუ კიდე ბრაზილიის ნაკრები შევედაროს თბილისის დინამოს ნახევარ დამცველებს რამდენი ხარ? კაი, ესე იგი, გინდა შეტაიამანიძე, გინდა რასიჩინავა, გინდა რა ვიცი ეს კუტივაძე ისა ილია დიდეგენი ხო და ის კიდე გასაწყალ როგორ დაიცვალა დარასელია ხო დარასელიაც ესე იგი წარმოიდგინე რომ აი სათითაოდ ყველას ჩერხუტები ერთმანეთზე გაიგე ერთმანეთზე ისე იმაშობოდით ამდიდრებდით ამ შვახაში რომ ამდიდრებდით რომ ნუ მაინც ახლა ბიჭო ცნობილია რომ ფეხბურთი არის შვახაში თუ შვახაში თითქოს შეხედე რაში წეგე გამატები თუ იცი სტორი ხარ გაიგე მაგა გინდა თუ არა შვახაზე თუ ცუდი გაქვს ასადარვაკი ხარ ხო მაგრამ სლავა და მიშა ფლანგები და კრაები მაგრამ ბატონო მაგრამ მე ცენტრი მაინც თევზზე თავს მაინც ხო მარაგება გოლი და გაიტანა ფერმოდეს რაში და როგორ შემობარკაიაც შვაში ზაურკალოევი თავია დათუნაშვილი შეტევაში როცა ბარკაიას ვამბობ ილია დათუნაშვილი რო არ ყოფილიყო საერთოდ გივინოდი არა კუთხოვები გუნდი ჩემპიონი ვერ გახდებოდა 1978 წლამდე. ამას სტატისტიკა მეტყველებს. ქართულ ფეხბურთს ორი გოლი გაიტანა იქ შეგადე პელი არ იყო, მაგრამ მაინც პირველი ბრაზილია. ამას მაგიცა კაცო ხო. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ესეთი კაი შემოვარდა ფეხბურთის ისტორიაში. ხო. ნუ ეხლა ჯამში. ხო, არა რა არის ჩვენ გოლი გავუტანთ. ჩვენ თავაწეული შეგვიძლია ვიაროთ მედაში რომ ჩვენ დინამოში შევავსეთ გაიგე ის ადგილი სადაც აუცილებელი იყო მე ახლა დამცველი შენ ახლა დამცველი და მე მგონი ისე წევედით ჩვენ თბილისის დინამო და ხალხს არ უთქვია რომ წადით მეძე აქედან თქვენ ანუ არ გიხართ ეგ არ ყოფილა ხო და რა მაგრამ ისეთი ხმაურიანი წასვლა ფეხბურთიდან როგორც ბანუჩას ქონდა ხო საქართველოს ისტორიაში ბევრი არ ვიცით მაშინამდე რა იყო არ ვიცით ეხლა იმის მერე არ ყოფილა ხო მაგრამ შეხედე აქამდე დაბადებული არ აქ იყო ვიცით აქ იყო რა და ეხლა მე პოლიტიკოსები ბევრი არიან რა ჩვენ მსგავსებენ და ეგეც გაარჩევენ ამას სახში ბიჭო რა იყო იცი აი ეს პერიოდი როცა მანუჩარას გაშორება მოინდომეს მაშინ საერთოდ ინგრეოდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთი აი ხო და დავსვა შეკი აბა მითხარი ამაზე ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა რა თქმა უნდა ბოლომდე არასდროს არაფერი არ ითქმის მოდი დღესაც ნუ ვიტყვით მაგრამ მაინც რატომ გაუშვეს მანუჩარი რატომ გაუშვეს მანუჩარი ჩემოთა აი უსოდინარობის გამო რასაც მე ვაკეთებდი ეს ვერ გაიგო ხალხმა და ვერ გაიგო ტრენერმა რასაც უკეთებდი მაინც ახლა მე სულ პირიქით ვიტყვი ახლა რამეს მანუჩარას გაშობა მიტო იყო აუცილებელი რომ იმ პერიოდში იწყებოდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის დანგრევა და ამიტომ კაის ჩვენება საბჭოთა კავშირს არ უნდათ იყო მოსკოვის კრემლი გადაწყვეტა ხო დინამოს როგორ დაერხეს და წავიდა საერთოდ თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ფეხბურთს მაჩაიძე უნდა კრემლში გადაწყვეტა ჩემი ამბავი კი ბატონო კი მაგრამ შეხედე კრემლი ახლა რა არის ანუ იცი მაინც 100 თუ ისია ნუ აგინდა აბა ერთი ნახე 70 წელი 74 75 14-მდე რო წავსულიყავით სოფლიო პირველობაზე ეგიც ჩამიშალეს ხო ხედავ ხო ესე იგი სოფლიო პირველობაზე გასვლის რა არის ჩვენი გუნდის არის მაგარი გუნდი იყო ეს ხა რომ ტოპ გუნდები არის ყველა რეაგებენ თავის სახში კი ბატონო მადრიდი იტალია ლივერპული ჩვენ 8 წლის განმავლობაში სახში აწარგვია ნაპოლი გამოვჩათ ნაპოლიც ხო
ხო, მაგრამ მანუჩა შეიძლება ხო ჩვენ ხო არ 800 წელი აწაგდია 800 წელი არა გახსოვს 70-ში რეები ვქენით ანუ გაიგო და საბლოო პირობაზე 6 კაცი 7 კაცი მიდიოდით უკვე ხო მისი ახალგაზრდის მერე ხო ნუ ახალკაცით შემოსული იყო მიტო თბილისის დინამოში რომ იგი კრემლიდან დაბარებული იყო რომ თქვენ თბილისის დინამო კაი ხართ, კაი იყავით, კაი, მაგრამ ახლა უნდა წახვიდეთ. და ყველაზე პირველად ჩვენ გამოგვიშვეს. ხო, იქიდან სამწუხაროში ჩემპიონია. თბილისის დინამო. ჩვენ თვითონ წავედით. ხო, ჩვენ თვითონ. ინიციატივა ქართული დეპუტატები. კი ბატონო, მაგრამ ინიციატივა კიბერს თუ არ უნდა დავერიზამდი. მაშინ. ხო, ასე იყო, ხო. ეხლა UEFA ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. UEFA ჩვენ არსად არ გაგვიშვებს და სულ ყოველთვის ვიქნებით, მაგრამ რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ასეთი მაჩანჩალა არ იყოს ჩვენი ჩემპიონატი. ეროვნული ჩემპიონატი უნდა მოვიქცეთ. ესე როგორ აგებენ იცით აი ახლა ელემენტარული უნდა ითქვას და არ შეიძლება უბრალოდ ამის ყურადღების მიღმა დატოვება. პირველი თამაშია საქართველოს ჩემპიონატის. დროშა უნდა აღიმართოს და გახსნა უნდა ჩატარდეს დინამოს სტადიონზე. გასაგებია 2 დღე ზედიზედ არის მინდობა. ეხლა იმ მომენტში უკვე როცა ჩვენ მივედით მე და ბატონი რეზო უკვე დამშრალი იყო ბიცა სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ წინა დღეს თოვდა რეზოს ვერ კითხები რეზო მეთქი ტყლაპოში არ გითამაშია მეთქი მის დღემში ტყლაპოში არ გორაო რუსეთში და თოვაში და იმაში ყინვაში ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას წინა გადაცემაში მახსოვს რომ აუცილებელია რომ რამდენი ტურიც უნდა ჩატარდეს ამ სანაკრებო თამაშების წინ განაცხადში ერთადერთი ფეხბურთელი რომ არის წარმოდგენილი ერთადერთი საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე იქნებ ვიღაცამ თავი გაიგიშოს აი თქვენ რო ამბობთ რომ 1970 წლის სოფლიო ჩემპიონატის წინ ზედიზედ 4 თამაში მოვიგეთო რამხელა სტიმული ბიჭო მე 6 კაცი თან დააკვირდი ყველა თავს იკლავს ხო ამ დროს მოსკოველიც კიეველიც ერევნელიც და ბაქოელიც და ასე შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი თუ არ აღუდგინდა არახელი არ შეშვება ზუსტად ამაშია როგორ უნდა უყურეთ რა ხდება იქნებ ვიღაცამ გაიგიჟა თავი რაღაც ესე ხდება ხოლმე ერთ ფეხბურთელს მეორე დაემატოს რა იცი დაცვაში ამდენი პრობლემები რო გაქვს იქნებ ვიღაცამ ამ 2 ამხანაგურ თამაში ითამაშოს რა იცი შენ რომ ვიღაცა იქნებ გამოფრცხინდეს და შენ რას აკეთებ თამაში გადადე ჩვენ ახლა რა დროს თამაშიც გადადება აჩიკო ჩვენ რო ვლაპარაკობდით იამანიძე ეს ამბობდა ნახევარდაცვაზე და გიორგი სიჭინაოზე ამათმა გამოიჩინეს თავი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ბრაზილიის ნაკრები რო ჩამოვიდა მოსკოვში სათამაშოდ 5 ქართველი თამაშობდა და გიორგი სიჭინაოზე გადაეხმნენ სტანგას გაარტყა მაშინ ძელს მოარტყა არა თქინა იმიტომ ჩემპიონატი მაგარია იყო და ეროვნულ ჩემპიონატს რო პირველ თამაშს არ აჩვენებ არ გამოაცხადებ რომ უნდა გადაიდოს აქ სხვა ამბავია უნდა რაღაცნაირად მოწესრიგდეს ეს ძალიან კარგი რაღაცა თქვი აი ესეთი 8 წელ მოსილი ადამიანი მიდის სტადიონზე ეხლა მე შენ გეტყვი და ის ძველი დრო არის ტრამპა რა ეგ დრო აღარ არის რომ ბურს გლავდა ამაზე და ყველა მიწოდა რომ ფეხბურთია და ასე შემდეგ პრეს მდივანი თუ ვიღაცა არ ყავს კლუბს რომ ჩამოურეკოს დინამოელებს რომ ბატონო მანუჩა თამაში ხომ არის გადაიდო დღევანდელი მატჩი თყილა მივიდა კაცი სტადიონზე ან გამოაცხადოს ხალხის მაგრამ თბილა მისლა მე და მომჩარდი რა დინამოს სტადიონზე მისლა ყოველთვის გიყარია როგორი დამტავდება გადაცემა გავიწევდო დინამოს სტადიონზე კი და მაკანკალებს ოდიო დინამოს სტადიონზე არა ის იმიტომ რომ კაი ჩემპიონატს თამაშობდი და ხო შეიძლება შეატყობინო შესაჩერები იწყება მარტში და ვიღაცა უნდა გამოჩეს ჩემპიონატიდან ყველაფერი უნდა წინ წავიყვანოთ ამიტომ ამბობთ როგორმე უნდა წინ წავწიოთ ეროვნულ სხვა რაღაცას ვიტყვი ერთი მიკროავტობუსი რა გახდა რომ ყველა თამაშის წინ ჩამოიაროს ამ მიკროავტობუსმა ვინც თანახმახარ დღევანდელ დღეს გწევიათ რომ წაგიყვანონ მოგიყვანონ
არის და წარგმანულ სტადიონზე ამას აღარ იმსახურე და ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ეს არის ელემენტარული. იმაზე საუბარი არ არის რომ როცა დინამოს ცუდად წავიდა საქმეები, ხო? გახსოვთ რომ ხან 0-3 თამაშდებოდა, ხან 0-6-0-6 თამაშდებოდა, მანქანები ზოგჯერ ვოლგა მთელი ამბავი. კარგი, ესე იგი ეს ამბავი ვერ გვარდება, იმიტომ რომ ძუნწი ხარ, ხო, ვიღაც ბიზნესმენები პულს რო არდებენ, ჩაიდანი გაათამაშე, ღამის ხოთანი გაათამაშე ეს ოხერი. ყვავილები გაათამაშე. ლარდაკი, ყვავილები, რაღაცა ტელევიზორი გაათამაშე. რო ხალხი მივიდეს სტადიონზე. იმიტომ რომ ამდენი მილიარდელი ამ ქვეყანაში, ხო? არიან მილიარდელები. ბიჭო, არ გამოჩნდა ხუთი კაცი, რომ თქვენ იტყვით რომ ხალხს საქართველოში ფეხბურთი უყვართ, ვის უყვართ? თუ არიან ეს ხალხი და პოზაა ყველაფერი. რატო ბიჭო, ქართველები არდებენ ფეხბურთში ფულს. ჩვენ ახლა ერთი რამე შეგვიძლია არ ვდებთ ფულს ქართველები ფეხბურთში, ესე იგი არ გვიყვარს ხო, ფეხბურთი. არ გიყვარდა ეგ. მამჩა და დანარჩენი ფარისეულობა. ჩვენ გვიყვარს. საუდის არაბეთში გვიყარებია ფეხბურთი ვიდეო. ვაიმე საუდის არაბეთში მილიარდებს ხაჯავენ ფულდურის და ბიჭო რა არის ახლა იცი ანუ 100-ია თუ ისე შენ საუდის არაბეთის ფულს ნუ დახარჯავ და იგივე ფული არ შეგიძლია დახარჯო რაც პოლონეთში ხარჯება და ჩეხეთში რომ იმათ დაეწიო როგორ მომისინებ ეხლა რა არის იცი ჩვენ კაი მაგალითი გვაქვს წინაპარიდან ჩვენმა წინაპარმა ესე იგი თავრობა თავრობა კაიგე სტალინიდან დაწყებული პერია სტანგ გვეჩიტერდა ესე იგი ყველაფერი შექმნენ ქართულ თბილისის ფეხბურთში ქართულ ფეხბურთში რო სიმდიდრე შემოსული იყო ეგ პირველი სტადიონები თუ მინდა მერე ბაზები თუ მინდა ქუთაისში სოხუმში იმაში კაიგე ეხლა შეხედე ჩვენ დღეს საქართველოში ღმერთის ხალხიდან ფეხბურთელები თავრობის ხალხიც არიან არიან და რატო ზიალაპარაკე რომ პრეზიდენტი ხო კი ბატონო ხო მაგაზები ფეხბურთელია თბილისში მერი და რა ვიცი კიდე ბევრი არის და ფუტბოლნა არა ძამაგარია არა კაცო წერია არის სულ ყოველ დღე სხვადასხვა ტექსტებია ყოველ დღე ერთი და იგივე თემები იცვლება ხო მერე აი კაია გურია ხო რადგანაც გურია გუზრუზია страна футбола и таланта кайге она хранит ночью много богатства Борис Пайчадзе Андрей Алтандил Гогоберидзе Гиви Чохеле Михаил Мески Слава Метревели Виталий Дараселия Шота Яманидзе кайге მერე და რაშია უჩა საქმე თუ იცი ეს ყველაფერი მაინც თავრობიდან მოდიოდა ეს იყო აი თურმე თუ გინდა რომ კაი გუნდი ყავდეს კაი ბაზა კონდეს კაი ყველაფერი ყვაინც თავარი არის ცვლილობა და ესე იგი საქართველოში დაწყებული ესე სტალინის პერიოდიდან სულ ჩამოდიოდა ერთი ძლიერი რუსი მცველი სულ ჩამოდიოდა ბოლოს ხა ხო ფრანკი ყავს ამდენი წელიწადი არა მომშილე ხო ევროკავშირის წარმოადგენს იქ შეხედე როგორ მოდიოდა იაკუშინი მოდიოდა კაჩალინი მოვიდა ბუტუსოვი მოვიდა რა ვიცი სალანდიოვი ხო ესე იგი სალანდიოვი ხოლმე ქუთაისიდან სალევო მე მეკურე აჰა და წაფია აგე ხო და ეხა რაშია იცი საქმე ბიჭო ანუ შეხედე დაიტრაბახოს სოფლიო რო იაკუშინზე მაგარი ტრენერი ხავდა ვინმე და თუნდა ჟორდანიაზე ჩვენზე კაი ხავდა ვინმე და აქედან გამომდინარე რომ შეხედავ ბიჭო მართლა რა ფეხბურთელები თამაშობდნენ ევიღოთ ხო კაი ბორია პაიჭაძე ეს რაღაცა თავის ფოთიდან მოვლენა იყო მაგრამ მერე რა იყო ანდრო ჟორდანიაც ხო მოვლენა იყო ხო ბასა გოგობერიძე დავაი თქვა და გოგობერიძე ესე იგი მე მახშობს რომ დაზე ნაკრებში რო წევიდოდით იგანა
ესულოდა იწყებდა ლაპარაკს ქართულ ფეხბურთზე, გაიგე, მაშინ ბასაზე Urlo такой фильм был, я вообще не знаю, какой фильм, фильм там. Უთის გაჩერება ის. არა, фильм გონდა. რა შოვა, თუ საჯარიმოს და რომ მივიდოდა, ხო? ესე იგი, მივიდოდა პირდაპირ დამცველზე. გაიგე? ხო და შამე იტყუებდა სასართლებლად. და გამოწევდა თუ არა ფეხსო, გაიგე? იაკუში რო იწყოდა, გამოწევდა თუ არა დამცველი ფეხსო უძრენდა ფეხში და ერთ-ერთი გადიოდა მეკარისთან. ამას ვერაფერს ვერ უშობოდით. ესე იგი წარმოიდგინე, რომ ესე იგი ბასა ობერიძეზე და მე რეკორდია 127 გოლი აქვს შეგდებული მაგას ხო ბასას ობერიძე რა ტაქტიკით თამაშობდა აი თუ შეგვიძლია აღწეროთ ბასა ობერიძის დროს ბასა ობერიძის დროს და როგორი იყო ფეხბურთი რაღაცნაირად თუ აუხსნით და ჩვენ თუ მაინც არა ჩვენ რო ვილაპარაკოთ ხო მანო შეხედე მომისმინე აი მეკარეებში ხო მარღამია მაინც პირველი მე კომპლიკაციაც აი ხო მოდიოდა უშაბიც მოვიდა ხო ეხა დამცველები ბევრი ვიყავი ელოშვილი იყო მე კიდე ჩოხელი თორა ხო დამცველები მაგით ცენტრალურ დამცველები ხო ხურცილავა დამცველები ხოშივაგა არჩილაშვილი აგერხნენ მე ობერიძის დროს ხო აი ჩვენ რასაც უყურებთ აი გევიჩოხელი ხურცი და ხურცილა. Всё. უკვე გენიოსები, გენიცენჩი. გაიგე? ბასა ხოღობერიძე ხო იყო? შეხედე, ბასა ხოღობერიძე იყო უკან დახეული თავდასხმელი. წინ იყო წინ წაწეული იყო ისა ზაურაკალოველი. და შეხედე, ესე იგი მარჯვენა მხარეს სლავა მეტრეველი და მარცხნივ მიშა მესხი. გაიგე? აი ვინ იყო? გაიგე ვინ იყო ბასა იყო პიროვნება აქ გაიგე რომელიც პირველი იყო მელაშვილი მელაშვილამდე იყო ხო კი მაგრამ ჩვენ მეტრეველამდე მელაშვილი იყო და დათუნაშვილიც ან მეტრეველი ჯერ არ იყო ბასას მე დათუნაშვილიც კაცო დათუნაშვილიც იყო ხო გაიგე არა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ აერთიანებ ამ ორ პერიოდს ხო აერთიანებ კი ბატონო იმიტომ რომ აი ესე იგი წარმოიდგინე ახლა კაი ზაურაკალოევი უნდა აღიარო ვიტყვი თავით სოფლიოში არ იყო მაგაზე კაი არა თავით და მაგრამ ბორია პაიჭაძე და ბასა ხოღობერიძე დუეტი წარმოიდგინე რა მაგარია საერთოდ რო იყოს ესე ხო ეს ადგილი და სლავა და მიშასნაირი სოფლიოს არ ყავდა შეიძლება არც ახლავდეს ხო ახლა თავარი არის აი დაცვაში და ნახევარდაცვაში ვიხართ შეხედე ახლა ხო ნახევარდაცვაში ესე იგი ხო შოთა იამანიძე მამჩად მე ანტაძე ხო შორა სიჩინავა მამჩარმა მაჩაიძე და ნახევარდაცვები და მე დარასელიაც და ხო რამდენი ესე იგი შეხედე ნახევარდაცვის საშუალებაც ისეთი გვართ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ყველგან და დაცვაში ახლა და მეკა დაცვაში გივიჩოხელი და მურთაზისნაირი დუეტი სოფლიოს არქონია დუეტი აქედან მარცხნივ ესე იგი კალაძეც იყო ხო იყო გურამოცხოვრობოვი იყო მარცხნივ ხო და ხოჭრააც ხო იყო მე ხინჩიკაშვილი და ისინი ხო წავევიდნენ მაგრა ხო მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ახლა ხო იცვლებოდა რა თამაშის მონახაზი და ტაქტიკა იცვლებოდა თქვენ უკვე დაახლოებით 15 წლიანი შეხედე ხო აი კაია შეხედე ტაქტიკა შეეხე ტაქტიკა დიდი ხანი იყო და თამაშობდით და იყო ასე პირველად რომ 4 ჯერ იყო 4 3 და 3 ხო ერთი არა ჯერ იყო ვერ გადავიდა 4-4-2 არა მაგი დაწყება კი მაგრამ მე ხო ესე იგი შენ გიდა ამ დუბლოს თქვენს მოესწარი
კი სამი მარა სამი ცენტრალური დამცველი იყო საერთოდ კი იყო მაგრამ შეხედე ამ სამი დამცველით კაიგე დღემდე თამაშობდნენ ოღონდ შეხედე სამი დამცველი მაგრამ შეხედე აი მანუ მერე ნახე რა ხდება ნახევარდაცვაში თქვენ ადგილას 5 ნახევარდამცველი შეხედე ეს სამი ცენტრალური დამცველი ხოა და 5 ნახევარდამცველი წარმოედგინე ხო და ეს შეხედე ეს 5 ნახევარდამცველი იყო როგორც შემტევი ხო და ესე იგი რა არის მანუ იცი შეხედე 5 ნახევარდამცველი ძირითადად მაინც მუშაობდით კიდე აი ფლანგებზე აი ამ ადგილების დაკეტვა კაიგე სამი ცენტრალური იყო ერთად ილახანში და ეს ნახევარდამცველები კი იყო 5 კაიგე მაგრამ აუცილებელი იყო თუ გინდა 4 ეხლა ვინგერები ხო ესე იგი გინდა თუ არა ეს ზონა ნახევარდამცველებით იკეტებოდა კაიგე და ართოვდეთ თავს აქ დაუდა ხო და მოდიოდი ხო CDK-სთან 4 თერს ვაგებდნენ შავგულიძე შეცვალე და მინჯია შემოიყვანა და გაამაგრა და 4 გოლი გაიტანა და გაიტანა 1929 მაგრამ მე ეხლა სოფლიო დონის თამაშებმა აჩვინეს რომ კარგი დღემდე რო თამაშობენ 4 3 თამაშობენ ოღონდ როგორ იცი მანუ შეხედე მაინც შეცვლია ცოტა 4 ხო არის 3 ხოა მერე 3 2 და 1 ესე იგი აქ ნახევარდამცველებს მაინც აძლიერებს ეს 2 ხო ესე იგი ხო მაგრამ 4-3-3 ხო დარჩა ეს მიდიან დღესაც თამაშობს ყველა და 4-4-2-ზე არის გაჩერებული აი ეხლა ხო მომხარი შესაძლოა გადააჭრილი ჩამიანი წრება. კი. კი ბატონო. არა, ტაქტიკა სხვა თავარია როგორ დააყენებ. ტაქტიკა. როგორც მოსილამდე კეთებაში შენ საწერო უნდა ითამაშო. კი, მადლ, რაზეა ლაბარაკი. შენ ახლა მაგალითად ჩვენ რო ეთამაშებოდით ჩრდილოეთ ირლანდიას. ხო, იქ ყველაზე კაი იყო ბესტი. იქ რა ვარიანტი მომცენ, იცი მე? ზოგადად შენ აგერა ბაი ბესტი. სადაც წავას დიე, პერსონალკა. კაიგე, ესე იგი ეგეც საჭირო იყო. ხო, პერსონალჩიკი. ხო, ესე იგი ნაკლებად მიმართავენ. ხო, ახლა პერსონალჩიკობას არა. ნაკლებად მიმართავენ. მაგრამ რატო იცი? ბიჭო, შეიძლება ვარსკვლავი ინდივიდუალისტებიც არ არიან. ეთქობა. ვინა იამალი არ ნახე ხო? მაგაზე შეთანამარ საკამათო. იმ გადაცემაზე რომ მითხარი, რომ იგიო, მე გითხარი იამალი ყველაზე საუკეთესოა. არ არის ყველაზე საუკეთესო. ვაიმე დედაია და არ შეხვდება ახლა ბარსელონას, პარი სენ-ჟერმენი და ვნახავთ ვინ არის. ნახავ მაინც იამალი, ვიტო იამალის. აი ყარადა იამალი. ვინც არის საუკეთესო. ეს თამაშობს კი პატრონო. კი, მაგრამ იამალი და მაგაზე აია რო ჩვენ ზოვადარებთ უკვე აი ეს ახალგაზრდა მაგრამ 19 წელსა ხო იამალი ხო ეს ახლა ადრე უკლებენ ხოლმე 20 რატო ბაპე უკეთესი იყო 18 წლისა ვიდრე დღეს რატო იცი ბიჭო პარტნიორი არ ფეხბურთს ერთ-ერთი ბიჭო ფეხბურთს ერთ-ერთი ძალიან თამპალი ისა ხასიათი აქვს ადრე ვარსკვლავი ადრე ქრება ხაზ ბევრჯერ აი 62 წელს ბრაზილიელებმა შემოიტანეს 4-2-4 როდესაც ჩილეში თამაშობდნენ ჩილის ტრენერი ამბობდა თავრია საბჭოთა კავშირს მოუგოთ მართლაც მოუგეს წააგეს ჩვენება 2-1 საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ჩვენ მომზადებით და ბრაზილიას მოუგეთ პელე დაინტრა იმასთან ჩეხოსლოვაკიას თამაში 0-0 დამთავრდა და უბრაზილიოთ ითამაშე და მორერა თქვა მეორე ტრენერი იყო ბრაზილიის ჩვენ ვითამაშე სხვა ტაქტიკით და ის სკივში ჩადეს 4-2-4 და
ითამაშა 4-3-3 და შენმა გარიჩავდა 4-2 მოუგოც მექსიკა იმას ისე რა არის აი პელეს თავიდან ბოლომდე ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს დათამაშები. არა, ორი როგორ 58-ში მოგვიანებით გამოუშვეს. 1970 ითამაშა მარტო თავიდან ბოლომდე. 62-ში დაამტვრიეს და 66-ში. 58 4-ში ითამაშა. 62-იც ითამაშა, მაგრამ 66-ში ითამაშა, დაამტვრიეს. 66-ში დაამტვრიეს. რომ თავიდან ბოლომდე. იყო ერთი ჩემპიონატი. რა არის ახლა იცი ბიჭო მაინც ეხა ბრაზილიის ნაკრები მაინც ბიჭო მარტო პელეთინ არის ხო გაიგე თელი აი საბჭოთა კავშირმა მაგის წინააღმდეგ რო თამაშობდა პელე კი გამევიდა 2 გოლიში მაგრამ იქ გარინჩამე იწვიდა მაგრამ გარინჩამ რა უკნა იცი ამ მარცხენა დამჭროს ჩვენ სას და რანილოვია და ხო და რა იყო არა ხო და რა იყო იცი რანილოვია ხო და რა იყო იცი ამას მანამდე ყავდა ნანახი თურმე გარინჩა რაღაც თამაშზე გაიგე და იმის წინააღმდეგ რო დააყენენ უკვე დახვრეტის მუხლიგები და გაიგე ლაპადეჭი რა აღარ იცოდა გაიგე და აი ამან ფსიქოლოგიურად და ასე გარინჩა რას ლაპარაკობ ანუ ერთ-ერთი მაგრამ რუაშვილი გოგოყავდა ბიჭო გონია ხო და ცოტა დალევაც უყვარდა 70 წელს ალკოჰოლზე მეგობრებო 70 წელს რო საბჭოთა კავშირის ნაკრები ურუგვაისთან გამოარდა ვერ წავიდა შემოიღეს ზაკრობლის სტადიონი ვალი მაგიდის და ჩატარაშვილი წერდა ნაშო ჩვენ ფეხბურთი სხვა ფეხბურთია გარინჩა რომ მოსულიყო არ მივიღებდით კოჭკიო და დაიკარგებოდა აი გაცრეში დაჭეს და გარინჩაზე ნაკლები არც იყო სლავა მეტრეველი და მიშამესი გარინჩაო აგენი ყავდა ჩვენ მაგენი მე მახსოვს გაზეთში თვითონ სავეცკი ძალიან მაგარი სავეცკი ფიშოვიცი ცერფურვარდი რა ბლოხინი ეს ორი ანგრევი ესე მეორე წამევიდა პლეა და მაგრამ ეხა ფლანგები არ დაიტრაბახოს სოფლიოში არავინ ორი ჩორო ყავდა მიშა და სლავა ნაირი ხო და პორტუგალიის ნაკრებთან რო ხდებოდეთ ისებიოდეთ გადაუგდეს ბატონო თავარია ფეხბურთში ცენტრი ცენტრალური ნახევარწრიული ცენტრალური და მეკარე რომელიც ასევე ცენტრია გამაიჩო ეხლა ლაპარაკობ თუმე რატო არის რატო ხარ ცენტრში შეჯუბებული და იმიტომ რომ კარი შუაშიაო და იმიტომ ვიზოთ ხარშო ბიჭო შენა დააგერა კიდე ვასკლაები არ კახიასათიანი რომ დავიწყეთ რა თქვით და ხვალამდე ვერ მეცა ასათიანი კულტივაზე გაიგე ჭუასელი ნოდია დინამოში ვიცდება აი დინამოში ვიცდება დააბოლა არტიშვილი ახლა დინამო გარაკო ახლა იბერია არის აშკარად ყველაზე ძლიერი გულჩემპიონატი გახდა ჩემპიონი რანგიც იყავ კაცო დიდი და მაგარი იბერია სხვა გუნდებს მაგალითს აძლევს რა თქმა უნდა როგორ უნდა განვითარდეს კლუბი დღიდან დაბადებისა 1999 წელს არის შექმნილი და საუკეთესო შედეგები. რეზო, ეს მაგარი კაია, თავი ეროვნული ჩემპიონატი წავიდეს მაგრამ და 3 წელიწად შენ იცი ათოჭყვასენ ნარკვეს თურმე საქართველოში მაგარი ცენტრალურობა კიდე აი ხანს აი მე ფედერაციის პროცესს ავტო ხო და ეხა რა არის მაგრამ როგორ დახედო თბილისის დინამოს თუ გინდა ბიჭო ლაჩხუთის გურიიდან თუ გინდა ქუთაისის თორმეტელა ცოტა ჩამევიდა ფეხბურთელები ამანო ესე იგი რა კაი ფეხბურთი მქონდა აფხაზეთიდან დაწყებული გაიგე რუსთავამდე რა რომელი თქვი ახლა მითხარი მანო გინდა გოლის დილა გინდა დაზე საქართველოს პირველობა რო იყო მანო დღეს არა მყავს იმარი მოთ საქართველოს პირველობა იმაში დაუგავარიგაში ხუნდაძე და გაგნიძე მაგერი ჭანჭალეიშვილი ბათუმში და რა თამაშობდნენ ლიდერები თამაშობდნენ მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შეხედე საქართველოს ფეხბურთის აღორძინება იწყება კლიმატით
კაი და თავრობით ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი მთავრობა ყოველთვის იყო ჩვენი გულშემატკივარი. კი აი ლაპარაკობენ საბჭოთა პატრიოტიზმზე, მაგრამ ყველაზე მაინც გულში დინამო მოჩა რუსეთში რო ჩავდიოდი გაიგე ისე გაიგე გრუზინ და დინამო იტყორენ რა დინამო თავში აბა იყო მაყურებლები იყვნენ რუსები რომელი დაყვებოდა თბილისის დინამოს კი კაცო რა ბიჭო 4 წელს ნახდი ამბავია ჩემი ნათესავი ქართველი პრინავის ლიუკით გაფრინდა იქ სადაც ჩემოდნებს აწყობ 64 ბიჭო 24 წელში ჩემი ნათესავი ჟანიკო ჩეკოლა და უიწეველი ყოველდღე ბიჭო მომიცვინე იგი მიშამოს რო გაკეთებული აქვს ლოჟნიკებზე არავის არ აქვს ესე იგი 45 წუთი ადგა ეს 80,000 კაცი და ვიდოდა მიშა ისეთ იმასკა დაახვია იმეს დამცველებს ხო რა გუნდთან იყო თამაში მე მგონია ბრაზილიასთან იყო თუ ხო ბრაზილიის ხო რაღაც კლუბი იყო ხო მაგრამ იმიტომ რომ არა ნუ ეს გაკეთებული აქვს იმას მე ხა მაშინ არ ვიყავი რა დინამო იქნებოდა ლოკომოტივი ან ყვებია რომ ჩავიდნენ ლათინურ ამერიკაში დაიძაბა მდგომარეობა და საბჭოთა ტურისტები და ამას უთქვია მეო საბჭოთა საქართველო და მიშა მესხიო და გამოუტანა მიშა მესხის წარღვეულება იქა და აუჩვენა ბაშვილი მიშა ლათინურ ამერიკაში წასულები იყვნენ და მაგრა ითამაშეს საფრანგეთი პიროდა მიშას ამ ფინალში როდესაც ითამაშეს აი ხა ჩვენი გადაცემა უკვე ცოტა დასასრულს უახლოვდება ეს ამის შესახებ თქვით ერთხელ მაგ უნდა გავიმეორო რა და ისევ გზავნილი მოვჩარეთ თქვენ ყოფილ და უსაყვარლეს და ყოფილ თბილისის დინამო ვერასდროს ვერ იქნება რა თქმა უნდა უცებ რეზო მეუბნება აი ნახე მივიღე კონვერტი ჩვეულებრივი ძველებური კონვერტი მარკა დაკრული მთელი ამბავი გერმანიიდან შემატკივარი უგზავნის ფოტოსურათს და თხოვს $1 ციდო იმიტომ რომ ეს ეტიკეტია კულტურული კაცია იფიქრა რომ უკან რო გამომიგზავნის ფული რო არ დავახარჯინო თხოვს ხელმოწერას ავტოგრაფს თხოვს დღეს 1975 წელს კაცმა თავი დაანება ფეხბურთს გერმანიაში რამდენი ფეხბურთელი დაიბადა გაიზარდა იმის მერე და კიდევ მთელ მსოფლიოში იმ გადაცემაზე ვიღაც გულშემატკივარი წარმოიდგინეთ როგორი მოყვარულია ფეხბურთის და აქ დინამოს თამაში რო გადაიდება კაც კი არ ურეკავენ რო იცით რა ბატონო რეზო თამაში გადაიდო თუ მაინც და მაინც უნდა საიტზე შევიდეს კაცო იგი არა თურმეტრაბა მიიღო მესი ეხლა ხო სახში და განაცხადა რომ ჩემი შვილებიო ძმაო შენიო და კრისტიანო რონალდოს განთავარი ბალეში იყო მესი დღეს თამაშობს ეს ბუნებრივიც არის და რეზო თავი დაანება ნახევარი საუკუნის მაგრამ ლახტება იცი ბიჭო თან როიცოდე მანო შეხედე მესი ბორია პაიჭაძე და სტენლი მეტიუსი 40 წლამდე ბიჭო ხო თამაშობდა 50 წლის 50 იყო მეტიუსი ხო 50 წელი თამაშა შენ წარმოიდგინე მაგრამ ჩვენი ცოლა გაკეთებული ბორიება იგი ბასაღობერიძე 40 წლამდე რა თამაშებია ორი ჩამპიონი ჩამოვარდა თვითფრინავი და მე 60 მეტრაზე გადააგდო და მე ითამაშა და ლუჩი ფუტბოლისტი გახდა და მსოფლიო მასტაბარაკო ჩავთავისნაირი სადაა დღეს კიდე ხო მაგრამ რა არის ესე იგი საჯებით ცოტა დაეხმარენ თორე არგენტინასთანაც უნდა გავარდნილიყვნენ ეგენი 61-ში მაგათი სახელები საერთოდ არ გვეცოდნენ უხეს ინგლისი არა ინგლისი რა იყო იცი ის ჩამოვარდა თვითფრინავის ეს ხო მანჩესტერ იუნაიტედი როცა ბევრი თამაში მივართ იმაში არტემე ონეგიო მასირო იყო არგენტინის შესანიშნავი სამეული თავდაცველი მასის წინამდებოდ ეს წინა თამაში
და სხვადასხვა მუჟირო მაგალითად მასის წინააღმდეგ მესი კი არა მასი კი ბატონო ატლეტიკოს დასვი რო ჩამოიტანეთ იქ რა ვინ არის მაგარი გუნდები იყო შეიძლება მანჩა აგერ არის ბარსელონას თამაში და ახლა ვარიალი იმასთან ხო და შეხედეთ მაგრამ ერთ თამაში ითამაშა რა ტაქტიკით 1-6-3-1 ვინა იმან ბარსელონა ო მე 1-5-4-1 და 1-3-4-2-1 ამას ცვლიდა თელი თამაშის როლაში ეს ვისთან კაცო ხო აგერ ხო ერთი ფორვარდი მარტო წინ წაწეული ლევანდოვსკი რო გამოხავდა გასაგებია ხო ლევანდოვსკიმ რა ჩაიდინა ეს ორი მცველი რო დააწვინა მაგრამ ეს ძველი ფრაგმენტი ხო მაგარი გულში არა და ბიჭო აი რა ვიცი ზუსტად აი ლევანდოვსკის ნაირი ფერბურთელი რო იცოდე ახლა არ მინდა იმავსკნა გავაკეთო პარალელი მაგრამ ბიჭო არაფრისგან გოლი როს რო აღდებს ლევანდოვსკი და კეინმა მოუმატა კიდე ჩვენთან იყო გევინოდია ამ ნაირი ბიჭო არ ჩანდა არ სადაც გოლს კეინმა მოუმატა ძალიან ბაიერნში შენგელია ჩანდა გეო შეხედავდი რომ ეგ იყო დაფრთხილებული პატარა და უცბად გალევი შენგელიას პატარა ტანისი არა მაღალი იყო არა გამოჩექია 72 სანტიმეტრი მართლა ო პატარა ბიჭი ხო მაგრამ რაღაცა უფრო მაღალი ჩანდა ახლა გიმზე მაღალი იყო ალბერტი ალბერტი და ჩვენთან ზაურაკალოც მაღალი იყო თავით დასასრულს მივახლოვდა ჩვენი გადაცემა მგონია რომ რაღაც წინა ორი გადაცემა მე მგონი ცოტა უფრო მხიარული გამოგვივიდა არ ვიცი რა შეა საქმე ეთყობა რომ მაინც ეს ჩემპიონატი რომ მე ვფიქრობ რომ მაინც უღიმღამოდ დაიწყო რომ ვერ ხედავთ გაუმჯობესების გზები რომ არ გამოჩნდა უკვე ისევე 10 გუნდი და ყველაფერი ერთი და იგივე უნდა იყოს და ნაკრების რა არის მთელი საქართველოს მაგაზე ორიენტირებული რომ გავიგოთ ქართველები რატომ ეთამაშობენ ვერ გავიგეთ შენი ვიცით აი 3-4 წლის წინ ზუსტად ესე არ მახსოვს როდის იყო მაგრამ აი როცა ბათუმის დინამო ახალი აშენდა სტადიონი პრეზიდენტი რაღაცა თითქოს რაღაცა გამონათება იყო რომ აი ახალი გუნდი გაჩნდა ნუ ხო ხედავ თბილისის ლოკომოტივმაც კარგად იტანა გორი დინამოც ეს გამონათება მაგრამ ანტიკუნტად აპურებელი უნდა ესწრებოდეს როგორ მე უნდა აპურებელი ვერ დაესწრება ასეთ დონეს ვერ დაესწრება მაგ ვერ მოთხოვ შენ ახალგაზრდა ისე ძალიან სრულია დღეს როცა აგერ ფეხბურთები არის ყველგან ხო ბოლოს და ბოლოს ვიღაცას იმისი საშუალებაც აქვს ფინანსური რომ გაემგზავროს და მის რა ქვია ბარსელონას და ბაიერნის თამაშ სტადიონზე დაესწრო. მანუჩას სხვა დრო დადგა. აბსოლუტურად. ახალგაზრდა კაცი შენ მაგას ვერ მოთხოვ რომ მივიდეს და ამათ უხუროს. და ამ შემთხვევაში დინამო უნდა გახადონ ფლაგმანად მაინც. არა კი და ჩვენი აი ჩვენი ღევანელი გზავნილები იმიტომ რომ თხოვნა მეტი ყურადღება ამით მაინც დაიწყეთ რომ დინამოს ვეტერანებს გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმეთ. თხოვნა არის უმორჩილესი და რაღაც იქნება აი ამ ხრივ მაინც დაიძრეს წინ და მე გამოჩნდა. ეხლა გითხარ ყურადღება მე და მაუნჩარას გინდა დიდი მადლობა გადავუხარდოთ თავრობას ხო მოგჩენ დღეს უკვე სტადიონის აშენების საშუალება კი ამართავია სოფელთან ახლოს არის მაგრამ სოფელთან უნდა იყოს ამ ქალაქში რა უნდა ხო ნუ სტადიონი არის მაგრამ გაძლევენ მაუნჩარს მე დამირეკა და მითხრა რომ ვაჟაბერზე მითხრა რომ შედა მაუნჩარასო და რომ გაძლევენ რომ ამის საშუალება დაურეკი არის ქალაქის მერს და უთქვია რომ ორ-სამ დღეში უკვე ვიგურებთ და ამ თემაზე ასე იგი რაზეა ლაპარაკი. ესე იგი შემდეგ გადაცემაზე უკვე ჩვენ ხო, რატო ჩვენ ამ თემაზე ცოტა მეტს ვისაუბრებთ. ერთი კაი ვარიანტი დღეს მაინც კაია რომ სოფელში შეყოფ თავს. სოფლის ფერმერსაც რომ აღორძინებ
მან ამით იწყება. ამით ხო, ამით იწყება მე და რაში საუბრობდით? ამიტომ ეხლა მე და მანუჩარას მაგი არ გვეშლება როგორი იქ ჩამოვაყალიბოთ, როგორი თამაშები ჩამოვაყალიბოთ, როგორი გუნდი შევქმნათ, როგორი ცნობა გამევიჩინოთ და როგორი აი თქვენი გუნდი მერე გაიყვანეთ. ხო, ევროლიგა. არა, ნუ ბიჭო, მომიცვენე მე ჩვენ ყავდა რუსთავის მეტალურგი. როგორა? და ბოლო ადგილიდან გევიყვანეთ იმაზე, ევროპაზე. და ქუთაისის ახსოვს ისტორიას ეგ ამბავი, კი. ამიტომ შუქურა აიყვანე ვინ იყო? მე ახლა მე შეიძლება ახლა რომ დამნიშნოთ იმაში რესტორნის დირექტორად იქნება ვერაფერი გავაკეთო არა მე არ მგონია. გააკეთებ ყველაფერს. შენი გუნდი შემოვლე და ნიჭიერი კაცი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ამდენს როცა ყურადღებისთვის დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და მომავალ შეხვედრამდე.